მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? იმედია ხართ ახალი გაშლის მოსმენის და ყურების ხასიათზე. მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, გადაგიხდით აქვე მადლობას, მადლიერი ვართ თქვენი რომ ხართ ამ არხზე და ხართ უკუკავშირზე. მადლობელი ვარ თითოეული თქვენი კომენტარისთვის, უკუკავშირისთვის, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია არხის განვითარებისთვის. მომაწოდეთ თემები, რაზე გსურთ, გავაკეთოთ შემდეგი გაშლები. მე კი მინდა დღეს შემოგთავაზოთ ასეთი გაშლა. თქვენ და ის, რა გეგმები აქვს თქვენთან დაკავშირებით ჩაფიქრებულ ადამიანს. მოდი პირველად ვნახოთ ურთიერთობის სიგნიფიკაცია. რა ურთიერთობაში ხართ? ნახლა და ამჟამად თქვენ. ფარული ურთიერთობა გაქვთ მეგობრებო. შეიძლება უყურებდეთ ურთიერთობას, სადაც ერთ-ერთი თქვენგანი არის დაოჯახებული და გაქვთ ფარული ურთიერთობა, ხართ მესამე პირი, ან არის ისეთი შემთხვევა, როდესაც თუ ურთიერთობაში არ ხართ, ნამდვილად ვიღაც მამაკაცი გადევნებთ თვალყურს, დაინტერესებულია თქვენით. თუ არ ხართ ურთიერთობაში, ამ შემთხვევაში თუ ურთიერთობაში ხართ და არ ხართ მესამე, მაშინ გეტყვით რომ რაღაც არის დაფარული თქვენს ურთიერთობაში. შეიძლება ეს კონკრეტული მამაკაცი მალავს რაღაცას თქვენთან მიმართებაში. თქვენ ამ ურთიერთობაში რაღაც კრიზისული სიტუაცია გაქვთ, თითქოს არ გკმარად ის, რაც ახლა არის თქვენ შორის, ხართ დანაკლის ენერგიებში, რაღაც სტაბილური ურთიერთობიდან შეიძლება გადახვედით ნეგატიურ ენერგიებში, სადაც კრიზისული სიტუაცია თქვენ ამ ურთიერთობაში. შეიძლება განაწყენებული ხართ კონკრეტულ მამაკაცზე, სადაც მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება თქვენ შორის და გადაწყვიტეთ ერთ-ერთმა თქვენგანმა წასვლა აი ამ ურთიერთობიდან. შეიძლება პაუზაზე ხართ, შეიძლება კონკრეტულად თქვენ იყოთ ინიციატორი ურთიერთობიდან გასვლის. ბევრი მიყურებთ და შეიძლება თვითონ მამაკაცი იყოს, რომელიც ხის ენერგიებშია განაწყენებულია, შეიძლება სიტყვიერად მან სიტყვიერი დაპირისპირების შედეგად მან ტკივილი მოგაყენათ და ჩაგაგდოთ კრიზისულ მდგომარეობაში. მოდი ვნახოთ ის ადამიანი ამ ურთიერთობაში, თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი ურთიერთობაში. რაღაც მომენტში მას სურდა, რომ მოეპოვებინა თქვენზე ძალაუფლება, წამყვანი ყოფილიყო მისი სიტყვა, მისი ენერგიები ამ ურთიერთობაში და შეიძლება თქვენ არ იყავით რაღაცებზე თანახმა და ამ შემთხვევაში აი ამ დაპირისპირების შემდეგ რაღაც ტრანსფორმაცია მოხდა ამ ადამიანში და ეს ადამიანი ან გაემგზავრა, ან მანძილზეა, ან აი ის ცუდი პერიოდი დატოვა მან და წავიდა ახალი გზით. მოდი ვნახოთ ამ ადამიანის ფიქრები თქვენს მიმართ. რა ფიქრები აქვს? გაბრაზებულია, ნამდვილად მიდასტურებს ტარო, რომ ეს ადამიანი განაწყენებულია, გაბრაზებულია,
ამ შემთხვევაში არ გიჩერჩებდით ამ ადამიანთან დაკონტაქტებას, იმდენად გაბრაზებულია და იმდენად აგრესიული დამოკიდებულება აქვს. ამიტომ შეიძლება ეს იმის გამო, რომ თქვენ არ გადიხართ კომუნიკაციაზე და პაუზა გაქვთ, შეიძლება თვითონ მიიღო ამ ადამიანმა მეორე ვარიანტში იქნება ისე, რომ შეიძლება მიიღო გადაწყვეტილება, რომ დამშვიდდეს, აღიდგინოს ენერგიები და მხოლოდ მშვიდ გონებით, მშვიდი აზროვნებით და მშვიდი გონებით მიიღოს გადაწყვეტილება. შეიძლება სწორედ ეს პაუზა თქვენ შორის ემსახურება იმას, რომ დამშვიდდეთ ორივენი და მხოლოდ შემდეგ მიიღოს მან კონკრეტული გადაწყვეტილება თქვენი ურთიერთობის შესახებ. მოდი ვნახოთ მისი გეგმები თქვენი ურთიერთობის მიმართულებით. როგორია მისი გეგმები? მისი გეგმები, მეგობრებო, საკმაოდ გაურკვეველ სიტუაციაშია. თვითონაც არ იცის, მართლა გითხრათ, რა უნდა ამ ადამიანმა. მის ქვეცნობიერში დიდი აურზაურია და მიუხედავად იმის, რომ ასეთ ბუნდოვან არასტაბილურ სიტუაციაში ადამიანი მაინც სტაბილურად სურს ამ ადამიანს ურთიერთობის გაგრძელება, მაგრამ მხოლოდ იმის შემდეგ, როდესაც დამშვიდდება, განიკურნება ამ კონკრეტული ტკივილისაგან, ამ სიტუაციისაგან, რაც თქვენ შორის მოხდა და ვფიქრობ, რომ ძალიან არასასიამოვნო სიტუაცია მოხდა და შემდეგ გამოვა კომუნიკაციაზე ეს ადამიანი. მისი გეგმები კიდევ დავაკონკრეტოთ. მისი გეგმებია, მეგობრებო, ენატრება ის თქვენთან გატარებული წარსული მომენტები, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას სურს, ცოტა ნარცისია ეს ადამიანი და მას სურს ცოტა ინერვიულოდ ჩაუღრმავდეთ საკუთარ თავს, შეცდომებს და დაინახოთ გზა მასთან მისასვლელი. მისი ფიქრები არის თქვენს მიმართ ის, რომ იცის, რომ მისი წასვლით, ან ურთიერთობის პაუზაზე გასვლით, იცის, რომ თქვენ არ ხართ კარგად და რაღაც მომენტში მას იმედი აქვს, რომ გაანალიზებთ ყველაფერს და მოხდება დაბრუნება თქვენი, ან მოხდება ურთიერთობის აწყობა კვლავ. მისი გეგმები კვლავ თქვენს. ფიქრობს, რომ ამ გამოვალ სიტუაციაში კიდევ ერთი შანსი მოგეცემათ, რომ ურთიერთობა ააწყოთ. უახლოეს მომავალში არა, მაგრამ ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ კვლავ გაქვთ შანსი. აქ შეიძლება რაღაც იმედგაცრუება, ტყუილიც იყო ურთიერთობაში და ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ამისი იყოს ის გაურკვევლობა, რამაც გამოიწვია ეს ურთიერთობის ნგრევა. რჩევა თქვენთვის. მეგობრებო. იმუშაოთ საკუთარ თავზე, დაკავდეთ საკუთარი საქმით, თვითგანვითარებით დაკავდეთ, მეგობრებო. მიუხედავად იმის, რომ დაინგრა რაღაც, რაც დასანგრევი იყო, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ურთიერთობა თქვენ ბედნიერებას აღარ განიჭებდათ, მაშინ უნდა ეძებოთ ახალი გზები, რომ დაიმკვიდროთ თქვენი თავი სამყაროში და იყოთ ბედნიერები, გაძლევთ სამყარო შანსს, რომ ახალი გზა, ახალი
ენერგიებით დაიწყოთ, იზრუნოთ საკუთარ ბედნიერებაზე და თუ თქვენ ფიქრობთ, რომ აი ამ სიტუაციას აღარ დაუბრუნდებით, აღარ განიჭებთ ეს ყველაფერი ბედნიერებას, მე თქვენ წარმატებას გისურვებთ, თქვენ გზა ნამდვილად ხსნილი გაქვთ 4-ვე გზით. მე თქვენ ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ, სწორი არჩევანის გაკეთებას გისურვებთ, მომავალ გაშლამდე გემშვიდობებით, პირად კონსულტაციებზე შეგიძლიათ მითითებულ ნომერზე WhatsApp-ზე დამიკავშირდეთ ბედნიერად.